მოგესალმებით. შევამოწმო ჩართულია. ხო. არ ჩანხარ დედა, ყველა იმაშვები აფარებ და გაიგუდები. გახსენი. ის კი არა, ამისა მე გავშიშულდე ისეთ ხელა და ის კი არა, ტყავიც ამისა გავიძრო. სადღაცაც მაქვს ხელი შარვალი და გადმოსავაგებელი მაქვს, მოსაძებნი მაქვს. მოვიხარშე. შემოდი, გაშვილი მქონდა თმები და ავიწიე უცბად. მოგლეთ, ახალი მოსული ვარ, როგორც მიხდით. ცოტა ხნით კიდე უნდა ჩავიდე, ლანდას ვალი მაქვს უნდა ჩავირიცხო და ვარი მეთქი, რა თბილი წყალი მოდის ონყანში. ვარენ ვიდეოს ჩავიწვე თქო. არა, საშინელი სიცხეა, საშინელი. რაღაც ისე მგონია, უნდა იწვიმოს წესით. როცა ესე ცხელა ხოლმე, მერე წვიმს. თან კარგად წვიმს ხოლმე. ხო, ამათშია. ჩემს რატი ხო არავინ არ აჭმევს. შაშას არ ახასიათებს ხოლმე. რომ კატებს საჭმელი აჭამოს. უკვე მოსატანია მათი საჭმელის. რაც ფიქრობდი წამოვიღო რაღაცები ხო იყო ნარჩენები ხორცის და არ წამოვიღე, იმიტომ რომ ვიცოდი საჭმელი აქვს ჩექები. მოკლედ რა ვიყიდე ლიბრეში. სამსახურიდან მომაქვს ხოლმე. ანუ პური როცა გაიყიდება ხოლმე რა, ლავაში დაჭრილი კალათაზე. სულ არ იხარჯება ხოლმე და ახლა ჩვენც ვიყენებთ ხოლმე თანამშრომლები. და რჩება მე ხმება და მოკლედ რატო გავახმო? ავდექი და წამოვიღე. მომაქვს უკვე ესე მეორე თუ მესამე დღეა. ეს რაღაცა წამოვიღე. ხო და ასე ეს რაც სამსახურიდან ახლა სოსო მოკლედ გინდა თუ არა პური მაცივარშიო ხო და ვასრულებ ბრძანებას ნუ ხო აღარ უნდა რომ უჯრაში იდოს ხო კაი აუ ეს აღარ ვარ ეს თავიდან უნდა გავაკეთო პასტურმისის იყო ტერიაკის სოუსი, დაჭრილი ხახვი და ბარკალს ვდებ ხოლმე შიგნით, რამოდენიმე საათით, პასტურმდება და მერე ვწვავ ხოლმე. დღეს რაღაცა ისეთი დღე მაქვს. ხო, ცოტა წყდილი. ხო, ეს კიდე ფასაკლებაში იყო, ბიბილოს ქათმისხირები. სოსოს უყვარს. ის დარჩა ჭირები ქათმის. ნაგეცები რა. ვერ გავიგე. ხო. ქათმის ისა ნაგეცები. ხო. უშაქრო კოლა. ხაჭოს ნამცხვარი. ხოჭოს ძალიან მიყვარს ხაჭოს ნამცხვარი. რაღაცნაირად ეს ორი დღე ტკბილი მინდება. დაუბერდი მეგობრებო, კამფეტები და ტკბილი. არა, ისედაც სამთარში ვყიდულობ ხოლმე ტკბილობას და ყოველთვის გვაქვს ხოლმე სახში რაღაცა ესე სასუსნავი ტკბილი. და მე მალავ ხოლმე, რომ სოსოზე მეტი არ მოვყავს. ლობიო ვიყიდე ლიბრეში.
ამას გავაკეთებ ზეგ, იმიტომ რომ ზეგ ვისვენებ და სახში ვარ და მოკლედ გავაკეთებ. ეს სეტკები სახეხი მქონდა და ვიყიდე. ცალე ეს აი ხარისხია. ის მეორე როა ის რომ გითხართ რომ ხმარობ მე იშლება და ძალიან სახათოა. რა ხმა? გარეთ რა ხმა იყო დობი? მოკლედ ხო ეს ჩემთვის დღის ბოლოს მეკუთვნის ლუდი ვარშტაინერი, სწორედ კითხულობ ვარშტაინერი გერმანულად, მოკლედ. გერმანულში მაინც ვერ ვარ კი საერთოდ ბაბუა მასწავლიდა ბავშვობაში, იმიტომ რომ გერმანიაში ხო იყო დიდი ხანი ომის დროს. ყველაში რო იყო და იძულებით ისწავლა. ხო და მე მასწავლიდა, მაგრამ მე რაღაცნაირად არ მომწონდა გერმანული. არა და ამ ბოლო ხანში მომწონს გერმანული. მაგრამ ეხლა არ ვსწავლობ. ხო და აი მოკლედ მე მგონი ვარშტაინერი. არა მაქვს აქცენტი არ მაქვს. ესე რომ ხო ვაფლი ვიყიდე. ვაფლი ეს ხაჭოს ნამცხვარი ამ კბილეულობიდან ეს არის. ხო კიდე რა გუშინ ვიყიდე პლიტკა, რაღაც უბრალო პლიტკა. ეს ბებოსლავაში იმიტომ ვიყიდე რომ მეზობელი აკეთებს ხოლმე ძალიან გემრიელ რაღაცას და მეც მინდა გავაკეთო. მოკლედ მოხარშული კვერცხი, ან შემწერენ მოხარშული, წვანილები, ყველი და შიგნით ხოს და მე წვავს აქედან იქიდან ჩვეულებრივად ცხენში რა ზეთი ან კარაქი რაღაცა და რაღაცა უგემრიელესი რაღაცა გამოდის. მე ძალიან მომეწონა. ხო აი რომ მოგშვიდება უცბად შეკრა მეგეთი ვარიანტია. ესეც ასე რას მიყურებ? ხო გაჭამე. ხო ეს სოსო რა გათქვიფე დღეს? ბლენდერი რისთვის გამოიყენა? დავლე ხოლმე რა დედა ეხლა და დაგეზარა მესამე ხო? ამან რო იცოდეს მთელი დღის მანძილზე რამდენი ჭურჭელს ვეცხავ. თან როცა ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე, აი მაშინ უკვე მართლა ესე იგი ჭურჭელს რო ვეცხავ, რო შრება რამდენ პარტიას, ანუ გამშრალს უკვე ვაწყობ ხოლმე, რამდენჯერ უფრო სწორედ. ეხლა ვფიქრობ, ყოლა დავლიო თუ ეს. მოდი ჯერ ყოლას დავლე. თუ ჯერ წყალი დავლიო. სიტყვები მინდება რაღაცნაირად. სარეცხეა. მოკლედ ვიხარშებით. ძალიან ვიხარშებით. ეს წვადის ნაჭები წარმოვიდგეთ სოსოს. მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ ისე ცხელა რომ ტვინი არ მიმუშავებს. ის კი არა დღეს რაღაც აი როცა სამსახურში რაღაც საქმეა და რაღაცა ხო თანამშრომლებს უნდა მიმართო უთხრა რაღაცა. რო გეზარება ლაპარაკი. ესეთი რაღაცებით მემართებოდა.
განელებული კადრი რო ხარ. ესე იგი სახში რო ვუყურებ ჭურჭელს დასარაცხიროა. ხო წარმოგიდგენიათ ჩემი რეაქცია. სხვა რა გზა მაქვს? გავიყარე. ეხლა ფიჭურნიცა რიგას არის, ეხლა დილას ვინც იცით რა არის ფიჭურნიცა, იცით. ფრი რაშიც კეთდება კარგოთილა ეს რაღაცები. აბა გადი და ის არის ხსნარი დავასვი, რომ დილას დამხვდეს მარტივად დასარეცხი. ხო და ერთი ის არის პლუსი. სამსახურში რომ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი არის ახალი და ანუ არ არის გამჭდარი ის ცხიმები, ისინი ესენი და მარტივად ირეცხება სიფრისე და ეგ აქვს ძალიან დიდი პლუსი. ეს რო ყოფილიყო დიდი ხნის თან საეჭვო თანამშრომელსაც ვეძახი, ანუ ხალტურას რო აკეთებენ რა მოკლედ. ეხლა ტრაბახით არ ვიძახი მეგობრებო, მაგრამ საქმეს ვაკეთებ მართლა იცი როგორც აი საკუთარი თავისთვის გავაკეთებდი რა. მოკლედ მე რო რესტორანი ქონოდა და ესეთი თანამშრომელი მყოლოდა, ჩემთვის ოქროს ფასი ეკნებოდა იმ თანამშრომელს, იმიტომ რომ როცა გულიანად აკეთებს, ხარისხიანად და ხალტურას არ აკეთებს, მართლა დასაფასებელი. ხო, ну პრინციპში თავი შევიდე. ეგრე გამომივიდა. ერთხელ ეხლა მართალებები კომენტარები არ არის ხოლმე ჩემი ვიდეოების ქვეშ, მაგრამ ერთხელ კომენტარებსაც წავიკითხავ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ ხოლმე, ვერ ვახერხებ ხოლმე პატარა კომენტარებზე ვიდეოების პასუხს. აი მე რომ მქონდეს თავისუფალი გრაფიკი და რაღაცა ჩემთვის სახალისოდ იქნებოდა. მეზობელიც მირეკავს ერთი წამით. მოკლედ ჯერ სამსახურში ვიყავი და მირეკა მეზობელმა და მითხრა საფულხო არა გაქვს სახშიო, მეთქი სახში არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ ყიდვას მეთქი და შენ წამოგიღებ. ხო, მე ფულს მოგცემ, არ მინდა მეთქი შენი ფულის მო. ხო, მე ახლა ნიორი. ხო, ნიორიც მქონდა კიდევ კაი დროს შესოს უყვარს და დღეს აი ხა უკვე მაბრაზებ დობი, გადი აქედან. და არ დაყარო ეს. ახლა შევიდოდა ადამიანი წყალს გადაივლებდა. მეც გადავივლებ აუცილებლად. თმას რა თქმა უნდა ვერ ვიშლი. იმიტომ რომ თან ახალი შეღებილი მაქვს ნახეთ მეგობრებო როგორ ფრიალებს გეგონება პარიკი მახურეო. ბოდიშით მიკროფონს ვეწაკე. ნახეთ როგორ ფრიალებს. თოჯინის თმები ვიწვევ. ახალ შეღებილზე ესეა ხოლმე. დღეს საერთოდ თითქმის არ წამოსვი არანაირი მაკიაჟი, რა დროს მაკიაჟი ამ სიცხეში. გავედი ეგრევე სამსახურში, საერთოდ არ მქონდა მუშაობის თავი, მეგობრებო, საერთოდ სახლიდან გასვლაც არ მინდოდა, ისე ვიყავი, ისე არ ვიცი როგორ ხართ, ვისაც არ გაქვთ კონდიციონერი, როგორ ძლევთ, როგორ უძლებთ ამ სიცხეს. ვენტილატორი, ეგრეთ წოდებული ვენტილატორი, რა ქვია, ფენი, ქართულად რა ქვია ვენტილატორს? არა, ქართულად რა ქვია, ქართულად. ჰაერის მტყორცნელი. აბა რა. ხო და მოკლედ იმავე ჰაერს ვატრიალებს, რაც სახლშია და აზრი ცხელ ჰაერს
ეხლა სკვაზნიაკივით გავაკეთე, მოლოდი მაქო განიავდება და ჰა? ვერ გავიგე. ფენი, ანუ ფანი აი, ეხლა მესმის უცხოელები რატო სვავენ დღის ბოლოს ლუდს და ჰაბებში და ბარში რატო იკრიბებიან სამსახურის მერე. დააღლილი დღის შემდეგ, ასე ვთქვათ, ასე ისვენებენ და ლუდს აყვებებენ. ისე მერე ტკბილასაც გეძინება. ჰა? ხო და მე არ ვიცი, იმიტომ მაინტერესებს. ჰა? აუ რას, იმიტომ რომ არა აქვს თარგმანი. ბევრ თანამედროვე რაღაცა ტექნიკური აი ეს მოწყობილობების იმას ქართული არ აქვს და არც არავის არ მოაფიქრდა რომ შეიქმნას და საანთებელაზე შეგო. ხო და ხანდახან მგონია ხოლმე რომ ანუ მე ისეთი ტიპის რეჟიმი მაქვს და ისეთი სამსახური და ისეთი დატვირთვა რომ აი როგორც მაგალითად ნიუ-იორკში რომ მუშაობენ ახლა საიდან ვიცი ხო გუშინ მოვედი ნიუ-იორკიდან იუთუბერები უყურებ ხოლმე ვინც ცხოვრობენ ნიუ-იორკში და ყვებიან რას აკეთებენ როგორ მუშაობენ რა პირობებია და როგორი ისა ხო ნახეთ ამ ხელს უბრინი ჩანს გავმელოთ ხო და ესე შევკახოთ ჩამოვიყარო და დავფარო ეს ჩემი მოტიტულებული შუბლი ამ სიცხეში ჩაუკატე არა ხო და ესე მეგობრებო ესეთი ამბებია ჩვენთან გუშინ წამოვიხე ბოთლი ხო მიყვარს ესეთი რაღაცეები მოკლედ მოვაცილე ეს ეტიკეტი გავრეცხე გავწმინდე და ახლა უნდა მოვიფიქრო რა როგორ დავადეკორირებ და რაღაცას გავაკეთებ ნუ რა სიმპათიურია ჩემი აზრით შეიძლება რაღაცის მოფიქრება ხო დაბუში რა სახით იყურები გეგონება მშიერი ხარ საერთოდ ხო და ასე მეგობრებო ახლა დავუჯდები არ ვიცი რამე ფილმის ყურებას თუ მოვასწრებ ჩავუჯდები დაძინებამდე და ხვალაც მუშაობ და მე ზეგ უკვე ვისვენებ და ნორმალურად მოლოდინი მაქვს ნორმალურად გადავიღებ ვიდეოს სახლში ой ეს როგორ გამოწევა სამზარეულო სკარადაც პრობლემები აქვს რასაც მივხედავ მე შევხედა ой არა ეს სინოსის არა ეს უნდა გამოვალაგოს სუნთლიანად ნახესო რა ჭირს ონკანის ქვემოთ ვერაფერს ვერ ამჩნევ ამას ვერ ამჩნევ აი ამას აქ ხედავ როგორ არის და ეხლა ამას შეხედე ხო გამოწეულია რა ვიცი იქ ადრე ხო სველდებოდა თან ბევრი რაღაცა მიწვია რა მიწვია მეც არ ვიცი აი ზეგ მოვიცლი ამისთვის და ამ სიცხეში ამ უბედურებაში გამოვალაგებ და გადავყრი ზედმეტრისა რაც საჭიროა ფიქრობ რაღაცას მოვიფიქრებ მან თაროსავით გავაკეთებ მოკლედ ესეთი ამბები
ვანდაც მწერს უკვე, ახლა ელოდება, რომ ფული უნდა ჩაუწყო. კარგით, მეგობრებო, ხვალამდე, ან ზეგამდე, მოკლედ, კარგით, გავკვეცეთ.